დედუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ხალთაძე მასთან ერთად მღვდლობისა და მოძღვრობის შესახებ ვისაუბრებთ. დილამშვიდობისა, მამა გიორგი დილამშვიდობისა. მადლობა მოწერისთვის. მღვდლობა, მოძღვრობა ეს უდიდესი პატივი, უდიდესი პასუხისმგებლობა. ხარისხი რას ნიშნავს რა პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ შეიძლება ხანდახან ჩვენ არ ვაცნობიერებთ, არ ვაფასებთ, ვერ ხვდებით რას ნიშნავს მღვდლობა და მართლა რამხელა პატივია და როგორი ცეცხლია შეიძლება ითქვას. დიახ, თქვენ მოგეხსენებათ, მაგრამ დასაწყისში ალბათ განმარტოთ მაყურებლისათვის თავად მღვდლობის ისტორია, ასე ვთქვათ, ძველი აღთქმიდან რომ მომდინარეობს. ამას ყველაზე მკაფიოდ ახალ აღთქმაში განმარტავს პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, რადგან ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში მიემართებოდა ეს ეპისტოლე პალესტინელ ებრაელებს, ანუ იუდეოლობიდან მოქცეულ ქრისტიანებს. განსაკუთრებით განემარტება ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის ურთიერთმიმართება. ანუ ის ძველი აღთქმის ეკლესიაში ნაწინასწარმეტყველები და ჟული როგორ შეასრულა მან თავის ფუნქცია ქრისტეს განკაცების და ჯვარცმის და მე ახალი აღთქმის ეკლესია როგორ დაარსდა და ამიტომ განმარტავს ქრისტეს მღვდლობას პავლე მოციქული რას ნიშნავს ქრისტეს მიერ მღვდლობა და პირდაპირ ახსენებს იქ მელქისედეკს, ანუ ძველი აღთქმის პერსონაჟს ბიბლიურს რომელიც ნათესავ მოუხსენიებელ ასეთ სიტყვებს ბრძანებს პავლე მოციქული, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი არც მშობლებია მოხსენიებული ბიბლიაში, არც შვილები და არც ეს ერთ ისტორიაში ჩანჩნდება და შემდეგ აღარ ჩნდება და ამიტომ იგი სახე სიმბოლოა, როგორც განმარტავენ ამას მამები, წინასახეობრივად მიანიშნებს ქრისტეს, იესო ქრისტეს მღვდლად. მელქისედეკი რო თავად მღვდელია, თან ეს მაშინდელი მღვდელია, სანამ ძველი აღთქმის ჯული დაწესდებოდა. ეს ჩანს იქიდან, რომ ა ブラ ამი მას მიათეთს შესწირავს და იგი მას ღვინოს და პურს, ანუ გზერების წინასახეს აძლევს. ანუ ჭეშმარიტი ღმერთის მღვდელმსახურია. ოღონდ ჯერ ჯულის დადგინებულია, მაგრამ ფაქტია, რომ ჭეშმარიტი ღმერთის მღვდელმსახურია. და ძველ აღთქმაში ეწოდებოდა ასე მეორე მღვდლობას, ეს არის აარონის წესით მღვდლობა, მოგეხსენებათ, მოსეს ძმა აარონი გამოირჩა უშუალოდ ღვთისაგან და მისი უშუალო შთამომავლები ხდებოდნენ მღვდელმთავრები ძველ აღთქმაში. და ლევის ტომი გამოირჩა ამ 12 ძეთაგან, ამ 12 ტომის და ლევის ტომი, რომელსაც ეწოდებოდა სამღვდელო ტომი და ლევის ტომი მხოლოდ ღვთისმსახურებას ეწეოდა. ამიტომ ისინი არ უნდა მოცდენილიყვნენ სხვა საქმეზე, მიწად მოქმედება და სხვა და სხვა და ამიტომ დანარჩენი ტომები მიათეთს შესწირავდნენ, რომ ღვთისმსახურება არ გაჩერებულიყო ისრაელში. აი ესე იყო ძველ აღთქმაში დადგენილი, მაგრამ პავლე მოციქული ამას ამბობს, რომ აარონის წესით მღვდლობა დასრულდა ქრისტეს განკაცების ჟამს და ახალი აღთქმის ეკლესიის დაარსების ჟამს, გადასცემს რა მადლს იესო ქრისტე მოციქულებს შეჰპერა მათ სული წმიდა, გადასცემს მას მღვდლობის მათ სამ პირველი მღვდლები ახალი აღთქმის ეკლესიაში არიან მოციქულები, რომელმაც უშუალოდ ქრისტესაგან მიიღეს მღვდლობა. და ქრისტესაგან მღვდლობა რაც გულისხმობს ძველ აღთქმაში აარონის წესით მღვდლები კი იყვნენ მსხვერპლ შემწირავები, ანუ საკუთარი ცოდების და ერის ცოდების გამოსასყიდად, მაგრამ მათ არ შეეძლოთ ადამიანის გამოხსნა, ანუ იმ მსხვერპლ შეწირას არ შეეძლო სამოთხის ადამიანის ბუნების გამოხსნა. საჭირო გახდა ქრისტეს უცოდველი სისხლის დათხოვა, რაც არის ჭეშმარიტი მღვდელმსახურება. ანუ ქრისტემ აღასრულა ჭეშმარიტი მღვდელი არის იესო ქრისტე. ეს თავისი მადლი გადასცა მოციქულებს. ამიტომ ახალ აღთქმაში არის უკვე იესო ქრისტეთი, ქრისტეს მიერი მღვდლობა. ანუ ამ მადლის მატარებელი და დღეს რომ ჩვენ უსისხლო მსხვერპლს შევწირავთ, ეს უკვე აღსრულდა მაცხოვრის მიერ ჯვარზე, რითაც გამოგვეხსნა, გამოვისყიდეთ ჩვენ ცოდებისაგან, ჩვენი ბუნება გამოვიხსნა, სამოთხის კარი გაგვეხო და ცხონების საშუალება მოგვეცა. აი ეს არის მღვდლობა. ანუ სინონიმურად რო თქვა ტერმინოლოგიურად ღმერთმოქმედება და მღვდელმოქმედება, ეს არის ერთი და იმიტომ მღვდელმოქმედება არის მსხვერპლის შეწირვა. ჭეშმარიტი მსხვერპლის შეწირვა იესო ქრისტემ ამასაც წმინდა პავლე მოციქული განმარტავს. თავად ეტიმოლოგია მღვდელის ეს სიტყვაც ქართულია და ქართული წარმომავლობისა უნდა იყოს საკმაოდ ძველია ქრისტიანობა მდელ პერიოდში ან ქურუმთა წარმართულ პერიოდშიც მღვდელს უწოდებდნენ ხოლმე ქურუმებს ან წარმართ მსახურებს იმდენად ბევრი განმარტება აქვს შესაძლებელია ღაღადიდან მოდიოდეს და სხვა და სხვა სურს აღნიშნოს სხვა ენებში სხვა იერიოსი პრესვიტერი და სვეშენი ქრისტულში და ასე შემდეგ ყველა შემთხვევაში ქადაგებას და მსახურებას უკავშირდება ხოლმე ის ტერმინოლოგიურად აღნიშნო ერთი გამორჩეული მღვდელმსახური საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ვისახსენებაც გუშინ იყო ეს არის ანტონ ჭყონდიდელი შესაძლოა ორივე სიტყვით ვახსენ და რატომ იდა ვახსენ ის იყო უდიდესი მქადაგებელი ჩვენ ქართული ეკლესიის ისტორია არ ვართ განებივრებული წყაროების არს ან მქადაგებელი ფაქტია რომ ყავდა ბევრი მქადაგებელი ანუ ხომილი ბერძნულად ასე ვთქვათ ხომილია ნიშნავს საუბარს ადრე შინაურულ საუბარს ნიშნავს შემდეგ ეს ცალკე მეცნიერებად ჩამოყალიბდა ან მქადაგებელი მღვდელი მაგრამ არ გვაქვს ბევრი მათი ქადაგება შემორჩენილი. ყველაზე გამორჩეულები არიან ძველი იოანე ბოლნელი, რომელიც უდაბნოს მრავალ თავშია შესული მისი ქადაგებები. უკვე ანტონ ჭყონდიდელს გამოყოფთი და წმინდა გაბრიელ ქიქოძეს, ანტონ ჭყონდიდელი წმინდანად არის კანონიზირებული.
რატო გამოვყოფ რომ ფაქტია რომ ჭყონდიდში არსებობდა არა მარტო ჭყონდიდში სხვა ეპარქიებშიც არსებობდა დიდი სამხადაგებო სკოლა საფრთხისმეტყველო რადგან ანტონ ჭყონდიდელმა იქ მიიღო განათლება არსად არც საზღვარგარეთ არ წასულა და ისეთი აი როდესაც ის გამოცემულია მის ხადაგებრივ წიგნად კითხულობ ისეთი არ დახელოვნებულია რიტორიკაშიც ანუ ამ სიტყვის თქმაში იმდენად ეტყობა რომ ხადაგების დროს ზეპირ სიტყვიერად მოდის პარალელები ბიბლიიდან რამდენიმე ათეული აი რაღაცა საოცარ ეს თავისით რაც არ უნდა განსწავლილიყო სულიერად და თავის აი ეს ფაქტი რომ მას წინარე სკოლა ჰქონდა ანუ ის მოძღვრები რომლებიც მას ასწავლიდნენ ისინიც ფაქტია რომ დიდი მხადაგებლები იყვნენ ანუ ეს სკოლა საქართველოში ყოველთვის არსებობდა მაგრამ ბევრი რაღაც დაკარგულია ზოგი დაიწვეს ზოგი დაიკარგა და ასე შემდეგ ეს მითოდები მეხსენებინა როგორც გამორჩეული მხადაგებელი რადგან მხადაგებელი ანუ ხომბილეტი კი ერთ-ერთი მოვალეობა მღვდლობისა და ჩვენ ვიცით უდიდესი მოძღვრები ივანე ოქროპირი თუ სხვადასხვა მათი ან გრიგოლ ღვთისმეტყველსაც მისი ხადაგებებიდან გამომდინარე ეწოდა ღვთისმეტყველი 7 სიტყვა თქვა 7 ხადაგება წარმოთქვა სახში და ეს 7 სიტყვა ჩაიწერა რა თქმა უნდა ამის გარდა რამდენი ხადაგება ექნება მაგრამ 7 შემოგჭა და ამის გამო მხოლოდ უკვე ღვთისმეტყველი ეწოდება მას მამა გიორგი მოგლობა ინფორმით რა ფორმით ახლო ჩვენთან არის ჩვენ რეალობაშია როდიდან ხვდება როდიდან შემოდის დიახ მაშინ და ჩვენ შევეხოთ მოდი ხარისხს მღვდლობისას ანუ ხარისხი ეწოდება ხელდასხმით გადმოსულ მადლს ეს არის მოგეხსენებათ თქვენ კარგად დიაკვანი მღვდელი ეპისკოპოსი ან სამი ხარისხი ქართულად მღვდელმთავარი ამ შემთხვევაში ეპისკოპოსი როცა ვსაუბრობთ დიაკვანი დაუწყეთ დაბლიდან ხარისხობრივად მაგრამ უკვე დაახლოებით ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა მე-4 საუკუნიდან იწყება გამოკვეთა უკვე მღვდლობაში არსებული თანამდებობების შეიძლება უწოდოთ მას ან მოვალეობები განსხვავდებოდა მათი დიაკვნები პირველ საუკუნეში გამოირჩა მათი პირველი მოვალეობა იყო ტრაპეზის მსახურება და თანხის განაწილება და შემოწირულობის განაწილება ქრივებზე და სხვადასხვა რომ მოციქულები არ მოწდენილიყვნენ ხადაგები არ მოწდენილიყვნენ დამხმარე სიწვანო ამ ტრაპეზის მსახური აქედან მომდინარეობს და შემდეგში რა თქმა უნდა წირვაზე ის მსახური მაგრამ სამღვდელო ხარისხი ან ხელდასხმა შორის როდესაც აი ჩვენო თავში ვახსენეთ რომ მოციქულებზე გადავიდა სულიწმიდის მადლი ქრისტესაგან მოციქულები ხელს დაასხავდნენ ხელს დაადებდნენ და ასე სულიწმიდის მადლი მღვდლობისა გადადიოდა და თაობიდან თაობაში გამორჩეულად არის მაგალითად მეორე უშუალოდ მოციქულთან მოწაფეები ეგნატე ღმერთშემოსილი კლიმენტი რომაელი დიდი ეპისკოპოსები ღვთისმეტყველები და შემდეგ უკვე თანამდებობები ყალიბდება ამ სამ ხარისხშიც აი მაგალითად დავიწყოთ ზემოდან ეპისკოპოსის ხარისხიდან რომის იმპერიაში უკვე დიოკლეტიანის პერიოდში თავად დიოკლეტიანი რეფორმატორი იყო არა მხოლოდ მდევნელი მაგრამ რეფორმატორი როგორც პოლიტიკოსი შეიძლება ვთქვათ რომ ძლიერი იყო მან დაყო რომის იმპერიას სამმართველოებად ესე დიოცეზებად დაყო 4 ნაწილად და ეს 4 ნაწილი კიდევ 4-4-ად დაიყო ანუ 16 ნაწილად დიოცეზები და დიოცეზები კიდევ დაიყო ბერძნულად ეწოდება ამას ეპარქიები ხოლო ლათინურად პროვინციები ეს პროვინციებში და ეპარქიებში კიდევ შეიძლება პატარა სოფლები და დაბები ყოფილიყო და პირველ საუკუნეებში პირველ-მეორე საუკუნეში შეიძლება თითოეულ პროვინციას ეპარქიას ან სოფელსაც კი ყოლოდა თავისი ეპისკოპოსი და იმაში მაგალითად ქორეპისკოპოსი დღეს სხვა ფუნქცია აქვს ისტორიულად იცვლებოდა ხოლმე თანამდებობები ეპისკოპოსი ყველა ქორეპისკოპოსიც მიტროპოლიტიც მთავარეპისკოპოსიც პატრიარქიც პაპიც და ასე შემდეგ პაპიც ალექსანდრიის პაპიც ეწოდება ეს ტერმინები ყველა სინონიმურია ხო პაპი მამამთავარს ნიშნავს ქართულად ხო პატრიარქი პატერარხ აქედან მომდინარეობს რა ეს ტერმინები მე პატრიარქი უკვე მე-6 საუკუნეში დამკვიდრდა მანამდე მთავარეპისკოპოსს უწოდებდით მაგალითად კონსტანტინოპოლის პატრიარქს მანამდე მთავარეპისკოპოსი ვინც იყვნენ მანამდე მთავარეპისკოპოსები ან მე-6 საუკუნეებში ისინი ავტომატურად გახდნენ პატრიარქები საქართველოს შემთხვევაში და სომხეთის ჩვენი ტერმინი გვაქვს კათალიკოსი საყოველთაოს ანუ ესე ყოველთან მამას გულისხმობდა და დაუბრუნდეთ ესე იგი პატარა დაბებს ქორავ ერქვა პატარა სოფლ შეიძლება ქორავს პატარა ქორეპისკოპოსი რომელიც იყო მიტროპოლიტის ანუ დიდი ქალაქის მიტროპოლია დიდ ქალაქში იმისი დამხმარე ან მთავარეპისკოპოს მოვალეობისთან ესე ვთქვათ მისი დაქვემდებარებაში ყოფი ეპისკოპოსი აი ეს რო დაყოფა რომ მოხდა მაშინ იწყება უკვე ტერმინოლოგია ანუ თანამდებობრივი დაყოფაც ბუნებრივია რაღაცა გარკვეული ან ცალკე ქვეყანა რომ მაგალითად საქართველოს მაგალითი ავიღოთ ბუნებრივია დედაქალაქი როდესაც ქართლის იყო მცხეთის ეპისკოპოსი ავტომატურად იყო მთავარეპისკოპოსი ანუ პატრიარქის შემდგომ პატრიარქი დასავლეთ საქართველოს შევქვა და მე გაერთიანდა მთავარეპისკოპოსი კათალიკოს პატრიარქი დღეს ამიტომ უწოდებთ იმიტომ რომ ორივე საქართველოს გაერთიანებას მოყვება ეს გაერთიანებაც და მიტროპოლიტი ერქვა მაგალითად უფრო მოგვიანებით თბილისის ეპისკოპოსს მაშინ ცხეთა თბილისი ცალ-ცალკე იყო ვიდრე მე-20 საუკუნეში 1917 წელსაც ასე იყო მაგალითად კირიონ კათალიკოსი თუ იყო მცხეთის მთავარეპისკოპოსი კათალიკოსი ამ შემთხვევაში თბილისის ეპისკოპოსს მიტროპოლიტი ერქვა მის შემდეგ ხდება უკვე მისი მათი გაერთიანება და
ასე რომის იმპერიაში ჩამოყალიბდა სამთავარ ეპისკოპოსები ერქვა დედაქალაქის ეპისკოპოსებს და ბუნებრივია კრებსითობა ეკლესიის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა და აუცილებელი, რომელიც მოციქულთა დროიდან მოდის, რომ რაიმე პრობლემური საკითხი ერთად კრებითად გადაწყდება ხოლმე ერთობით. აი მოციქულებმა პირველი კრება ჩაატარეს 50-იან წლებში პირველი საუკუნისა და იქიდან უკვე ეკლესიაში სულ კრებები ტარდებოდა. როცა კრებები ტარდებოდა უკვე მეორე, მესამე, მეოთხე საუკუნეში ბუნებრივია სად შეიკრებებოდნენ მთავარ ქალაქში, დედაქალაქში, ქვეყნის ან რომელიმე მხარის ან დიოცეზის და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მაგალითად კონსტანტინოპოლის და იმაში რაც შედიოდა დიოცეზში, მის მთავარ ეპისკოპოსი კონსტანტინოპოლი მასთან ხდებოდა, ან ის იყო კრების თავმჯდომარე, ასე ვთქვა და ამიტომ თანამდებობრივად თანასწორთა შორის უპირატესით წარმოჩინდა. აი ესე არის, ესე უკვე მე-6 საუკუნეში ამ მებს დაერქვა, ამ თანამდებობებს ეწოდა პატრიარქები. მაშინ პაპი ეწოდებოდა დასავლეთში და ასე შემდეგ. საქართველოში არის კიდევ გამორჩეული ესე ვთქვათ ადგილობრივი თანამდებობები, მაგალითად კეთილმოწეს, ან ბერძნულშიც აქვს ამას შესატყვისები, ანუ ეს უფრო ბიზანტიურ ხანაში ჩამოყალიბდა და საქართველოში ოდნავ თანამდებობრივად გარკვეული რაღაც მართლობითი ფორმები იცვლებოდა. ხო, აი ქორეპისკოპოსი რო ვახსენეთ თავში, მაგალითად მე-6 საუკუნიდან კახეთში ქორეპისკოპოსებს ჯარის მართლობაც ევალებოდათ ხოლმე რა მოხდა რა სამეფო რღვევა, მათ ხელში გადავიდა ერის მართლობაც, არა მხოლოდ სულიერი თვალსაზრისით, ანუ ეკლესიის, არამედ ჯარის ყოლა და ასე შემდეგ. აი ჩვენ ვიცნობთ შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიას, სადაც ქართლის კათოლიკოსებსაც კი და არა მხოლოდ ქართლის, არამედ სხვა ეპისკოპოსებსაც ყავდათ პირადად საეკლესიო ჯარები, რომელიც მეფეს ეხმარებოდნენ ბრძოლის შემთხვევაში. ანუ მათ შეეძლოთ გამოყვანა და აღწერილი იყო რამდენის გამოყვანა შეუძლია. მაგალითად გამორჩეული ევდემოს კათოლიკოსი, რომელზეც უცხოელი ისტორიკოსები წყაროთ ჟამთააღწეველი მიუთითებენ, რომ ის რო შევხედავთ ერთ-ერთი ჟამთააღწეველი წელს სასულიერო პირზე მეომარს გადადგან ის მეფიშვილი იყო და ბრძოლაში ანუ მხედრობაში გაზრდილი იყო და ბავშვობიდან განისწავლებოდა არა მხოლოდ ღვთისმეტყველებაში, იმიტომ რომ დიდგვაროვნათა შვილები რა თქმა უნდა განისწავლებდა საერო ცოდნაშიც, საღვთისმეტყველო საგნებშიც და ამავე დროს კარგი მეცხრესმოსანი მოჯერითე მეისრე და ხმალი და შუბი უნდა ესწავლა და ამიტომ მან ძალიან კარგად იცოდა ეს ორივე საქმე, შეიძლება ვთქვათ. ამიტომ ქართული მართლობითი სისტემა ცოტათი გავდა კათოლიკურს, ბიზანტიაში უფრო ნაკლებად შეიმჩნევა აი ამგვარი ბრძოლაში მონაწილეობა, ძირითადად ბერძნულ სამყაროში ხდებოდა ხოლმე ზიარებით წირვას ან ბრძოლის წინ წირვის ჩატარებით, რომ მეომრები ზიარებულიყო. საქართველოში ყოველთვის ასე ხდებოდა, ჩვენ ვიცით დიდი ბრძოლების ისტორიიდან, სადაც ეზიარნენ, რადგან არ ეცოდა მეომარმა, ამის შემდეგ იცოცხლა და სიკვდილის წინ ზიარებას უტოლდებოდა. ეს მაგრამ ხდებოდა იმ ჩვენი ალბათ რთული ისტორიიდან გამოსუბრძოლები და სულ თავდაცვა გვიწევდა დამპყრობლებისაგან და იმპერიებისაგან. ამიტომ ხანდახან საჭიროც იყო ხოლმე რომ პირდაპირ ჩართულიყო და ჩვენ ვიცნობთ ასეთ ისტორიებს, რომ ხანდახან თვითონ იბრძოდნენ. ერთ-ერთი წყარო მიუთითებს, რომ ეკითხება ერთ-ერთი ეპისკოპოსი მეურს, დღეს შენ წირველი ხარ თუ უნდა იბრძოლო, ანუ თუ უნდა იბრძოლო არ წირო და სხვა წირავს და აი ესეთი რაღაც ეს უკვე ჩვენი უფრო ადგილობრივი გაჭიროებიდან ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე გამონაკლისები არის, შეიძლება ასე უწოდოთ. დღეს ქორეპისკოპოსი უკვე სხვა თანამდებობებს წარმოადგენს, მაგალითად საქართველოს შემთხვევაში კათოლიკოს პატრიარქის, ასე ვთქვათ, დამხმარე ეპისკოპოსს, მისი მოვალეობები კარგად მოგეხსენებათ, გარკვეული მოვალეობები დაწესებულია მას. ასევე მიტროპოლიტი ეთქვა დიდ ქალაქებს რომის იმპერიაში და ამიტომ მიტროპოლიტი ეს ტერმინი იქიდან შემოვიდა, რომ მთავარი ქალაქის ეპისკოპოსი ეწოდებოდა მიტროპოლიის, ანუ დიდი ქალაქის ეპისკოპოსი, ანუ ცენტრის ან სხვა ქალაქებთან შედარებით და რა თქმა უნდა ხარისხით ყველა თანასწორია. უწმიდესი ანუ პატრიარქიც ამ შემთხვევაში ეპისკოპოსია, ხარისხმარა თანამდებობრივად უპირველესი არის თანასწორთა შორის, ეს თქვენ კარგად მოგეხსენებათ და შემდგომში ხა გადავიდეთ ალბათ სამოდელო თანამდებობებზე რა ხან ყველაზე უფრო ყურში დღეს ხდება ყველაზე მეტად მღვდელი დეკანოზი თეთრ სამღვდელოს თეთრ ბჭყალებში ვიტყვი. დეკანოზი თავის დროს გულისხმობდა თანამდებობას. აი მაგალითად ქართულ სინამდვილეში დეკანოზს როცა ვახსენებთ, ხო, დეკანოზი მაგალითად ანჩისხატის დეკანოზს გულისხმობდა ანჩისხატის წინამძღვარს. ანუ დეკანოზი იყო ყოველთვის წინამძღვარი. თანამდებობა. წინამძღვარს ეწოდებოდა დეკანოზი. ყოველთვის ეს იყო. დღეს მე-20 საუკუნეში უკვე და მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში განსაკუთრებით უფრო ჯილდოს სახით შემოჩნდა, რომ შეიძლება იყოს დეკანოზი, მაგრამ არ იყოს წინამძღვარი დიდ ტაძრებში. განსაკუთრებით გამორჩეული იყო უფრო ძველ დროში დეკანოზი ეწოდებოდა ისეთ წინამძღვარს, სადაც დიდი ტაძარი იყო, ანუ 10 ამ დეკა ხო 10 ნიშნავს ბერძნულ დეკანოზს, 10 ან უფრო მეტი მღვდელი იყო და ისეთი ტაძრის წინამძღვარი იყო. შემდგომში ესე აღარ იყო, უკვე შეიძლება ერთი ყოფილიყო და მისი სინონიმად იხმარებოდა ხოლმე ერთი ან უფრო მეტად მონასტრებში, სკიტებში, ანუ სკიტის წინამძღვარს უკვე სამონასტრო ეწოდებოდა იღუმენი და ეწოდება დღესაც და ლავრის ანუ დიდი ასე ვთქვათ ბაღის წინამძღვარს არქიმანდრიტი და
აი აქაც მონასტრებშიც ეს ქართულ წყაროებში ანუ კანონიკურ წყაროებში მითითებულია ხოლმე რომ ერთი მოძღვარი იგულისხმება გამოცდილი ბერი ანუ არქიმანდრიტი თანამდებობრივად იყოს თუ გაჭირება არის და ძალიან დიდი მრევლია მაშინ შეიძლება მეორე მოძღვარიც იყოს ანუ აქ მოძღვრობაზე და მოძღვრობა უკვე სინონიმია შეიძლება უწოდოთ გამოცდილების ბერობაც მოძღვრობის სინონიმია ბერობას ჩვენ დღეს ხანდახან არასწორად ხმარობთ ეს მისი წინა სახელი ბერობის არის უფრო მეტად მწირობა ქართულში ესე ვთქვათ ანახოროს ანუ ქვეყნიდან გასულ მარტო მყოფს მონოზონი და მონოზონი შეიძლება გახდეს მე მოღვაწეობის შედეგად ბერი ქართულში გამოცდილებას გონების დაბერებას და აი ბერი უკვე შეიძლება ყოფილიყო მოძღვარი ხო აი ეს სინონიმად შეიძლება მისი სინონიმია ასევე მაგალითად ქრისტეს სინონიმად ანუ როგორც მოძღვრის სინონიმად ხმარობს კლიმენტე ალექსანდრელი პედაგოგს და ამას ცალკე წიგნიც მიუძღვნა მან რითიც აღფრთოვანებულია შემდგომში პატრიარქი რომ პედაგოგს უწოდებს ქრისტეს ანუ ცალკე 8 წიგნებია მისი და ამ 8 წიგნებში ერთ-ერთი ეწოდა პედაგოგი ეწოდა პედაგოგში გულისხმობა იესო ქრისტე ანუ დღეს ალბათ ხშირად გაგიგიათ რომ მადლობა ღმერთს და ხდება ესეთი კარგი მოვლენა რომ სკოლებში ხდება გადამზადება სასულიერო პირთა და ისევ შესაძლოა რელიგია იმდენად დაშორებულია დღეს არსებული საზოგადოება იმ ეკლესიას რომ მათ დიაკონს და მღვდელსაც ვერ არჩევენ ხო ხდება ხოლმე შემთხვევაში და ამიტომ კარგია რელიგიური განათლების მიღება ბავშვობიდანვე და ეს ძალიან კარგი მოვლენაა თუმცა მე მსმენია ხშირად ესეთ სივრცეში ცხოვრობთ ჩვენ და გარემოში რომ რა უნდა მღვდელს ეკლესიაში ისა სკოლაში უკაცრავად და მაშინ როდესაც მე ვახსენებ რომ მოძღვარი და პედაგოგი და მღვდელი და პედაგოგი ეს სინონიმი არის ბერძნულ ენაში ისედაც ისტორიულადაც ასე იყო თქვენ მოგეხსენებათ და ვინც ისტორიას მეტად შეხებია მოძღვარი იყო ყოველთვის და სოფლებში დიაკვნები იყვნენ ხოლმე ყოველთვის მასწავლებელი პირველი დაწყებითი მასწავლებლებიც მღვდლები იყვნენ გამავრცელებელი მწიგნობრობის ყოველთვის სასულიერო პირები ეს იყო ყოველთვის შეიძლება ითქვას მე-19 სარამ საჯარო სკოლები დაარსდებოდა ესე მასობრივად მათ შორის თუნდაც ავიღოთ ჩვენ ევროპული სამყარო სადაც სქოლასტიკა სკოლები და ეს ლოგიკური აზროვნებით მსჯელობა წარმოიშვა ასე ვთქვათ ნუ განსხვავდება სქოლასტიკური აზროვნება ბერძნულისგან ანუ ახლა ფილოსოფიურისგან განსხვავებული აზროვნების ფორმაა მაგრამ იქაც მაგალითად თომა აკვინელის სასულიერო პირები იყვნენ ვინც ეს სკოლები დაარსა ანუ ფაქტობრივად ყოველთვის სასულიერო პირი დემსახური იყო მასწავლებელი და სინონიმი და ამიტომ ჩვენ ამ ისტორიულ მოვლენას რაც თავისთავად ბუნებრივად ხდებოდა უბრუნდებით და ეს ძალიან კარგია ეს კი არ ჩაანაცვლებს მას უბრალოდ დაეხმარება რა თქმა უნდა მამა გიორგი თქვენ ახსენეთ ახლა თქვენი თემა არის მღვდლობა და მოძღვრობა და თქვენ ახსენეთ რომ მოძღვარი კიდე სხვა რამეს გულისხმობს აი რა შემთხვევაა შეიძლება თუ არა ყველა მღვდელს უწოდოთ მოძღვარი ყველა მღვდელი იყოს თუ არა მოძღვარი იმ განმარტებით რაზეც ჩვენ საუბრობთ შინაარსობრივად ხო მოდი ეს შეიძლება ასე ითქვას რომ ყველა მღვდლის უპირველეს მოვალეობა მოძღვრობა არ არის იმიტომ რომ მღვდელმოქმედება ამ საიდუმლოების აღსრულება არის ეს ძალიან დიდი რაღაც არის მაგალითად წირვის აღსრულება აუცილებელი ყველას მოძღვარი წირვის ჩატარება ასე ვთქვათ ამ საიდუმლოს ამ ნათლის ღება რომ მონათლო ადამიანი ეს უდიდესი საიდუმლოა საიდუმლო ეწოდება რადგან აღსრულდება ის რაც ზეცაში ხდება და ქმედითი სახით ანუ ლიტურგიკული მოქმედებებით აღსრულდება ასეთ დიდი მოვლენები და მადლით ადამიანი ნათლება ახლიდან იბადება გარდაარსდება პური და ღვინო სისხლად და ხორცად ანუ უმთავრესი მოვლენა ეს არის უპირველესი შემდგომში დღეს მაგალითად ზოგიერთ ეკლესიაში ესეც არის აი ბერძნულ ეკლესიებში რომ თავდაპირველად გადაგების უფლებას გარკვეული პერიოდ გამოცდილების შემდეგ ეძლევათ ხოლმე ანუ აქცევენ ყურადღებას ასევე განსწავლა აი მაგალითად აღსაერებასაც აღსაერება არ ძლევა თავიდან არ აქვს დიახ ანუ გარკვეული გამოცდილება დიახ და პირიქითაც ხდება ხოლმე ხანდახან რომ შეიძლება ყოველთვის რაღაცა მსახური იყოს და რაღაცა გარკვეული სასჯელის დროს ზოგიერთი რაღაცის აი მაგალითად გადაგების უფლება დროებით აიგრძელოს გარკვეული რაღაცა მისი გადაცდომის გამო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ანუ რა თქმა უნდა და რაც შეეხება მოძღვრობას აი ისტორიულ კუთხეს რომ აი მონასტრულ მოძღვრობას რომ გადავხედოთ აი პირველი პოპულარიზატორი განდეგილური ცხოვრების და უფრო იმ სახის მიმცემი არის დიდი მოღვაწე ანტონი დიდი ხო და ანტონი დიდის ისტორიაში ჩვენ რომელიც ათანასე დიდმა აღწერა ათანასე ალექსანდრიელმა ჩვენ ვერ ხედავთ რომ მასზე მოხდა რაღაცა ისეთი ფორმით აღკვეცა როგორც დღეს მე უფრო მოგვიანებით ჩამოყალიბდა შეიძლება ესე კანონიკურად უხეშად რო თქვა ის სასულიერო პირი საერთოდ არ იყო მაგრამ ამავე დროს მოძღვარი იყო ათასობით ადამიანის და მათ შორის იმპერატორიც კითხვებს უგზავნიდა მას იმდენად დიდი მისი სამოღვაწეო ფარგლები გაასცა უდაბნოს და მთელი მაშინდელი იმპერია მოიცვა იმდენად დიდი მოღვაწე იყო და განსწავლდა ანუ აი იმ შემთხვევაში ანტონი დიდი იყო მოძღვარი და ყველა მათი მოძღვარი ვინც მას კითხვებს უსვამდა და ეკითხებოდა. აი ათონურ გამოცდილებაში მთაწილელ მამებში ხდება ხო მათ შორის აი თანამედროვე მამებში რომ არ აქვს სამღვდელო ხარისხი, მაგრამ არიან მოძღვრები. დიახ, თქვენ ისედაც ამ პაისი მაგალითად. დიახ.
მოძღვრები ამ ესე გულისხმობ რომ სულიერი დარიგებები ისი მოსმენა რჩევები რადგან გამოცდილება აქვს სულიერი გავლილი გარკვეული ის ეტაპები რომელსაც დამწყები მონაზონმა უნდა გაიაროს ამიტომ მონასტერი შეიძლება არ იყოს სამღვდელო ხარისხის და ეს ყოველთვის ისტორიად ესე ხდებოდა ხომ იყოს მოძღვარი და ერში რაც შეეხება ერში ხა ჩვენ დღეს ტრადიციაში როცა უკვე ადამიანი ჩაითვლება რომ ის მზად არის ხმდელმოქმედი რა თქმა უნდა გამოცდილებას ხდულობაში ადამიანი რაც მეტი წელი გადის და სწორედ ესე მიდის მისი სწორედ რა თქმა უნდა იღებს და უფრო მეტ გამოცდილებას იღებს და უკეთესია წლების გამოცდილება თუ იგი სულიერად სწორედ ვითარდება ცოტა უხეშად ვიტყვი მაგრამ თავიდანვე იკურთხება რა მღვდლად ანუ ამას ეძლევა ჯვარი და ეძლევა უფლება ქადაგებისა და ეძლევა უფლება აღსარება ჩაიბაროს რადგან აქ უკვე ჩვენ რეალობაში ესე ჩამოყალიბდა ტრადიციაში ესე არის რომ აქამდე უკვე მომზადებული უნდა იყოს ადამიანი გადის გარკვეული ეტაპებს აუცილებელია სემინარია დაამთავროს ხო თუ აკადემიას მაგისტრატურას კიდევ უკეთეს ანუ გარკვეული წლების გამოცდილებას საეკლესიო მსახურებას და მე ხდება მის ხელდასხმა და ამიტომ ვითვლებ რომ შუა საუკუნეებში ახლა ჩვენ რო ესე გადავხედოთ ესე არ იყო მაშინ ესეთი ფუფუნება რომ დიდგვაროვნები იღებდნენ განათლება ხა ჩვენ რო ვიცით დიდი ღვთისმეტყველი იოანე ოქროპირი ბასილი ესენი ყველანი დიდგვაროვნები და ბავშვობიდან განისწავლებოდნენ ჯერ დაწყებით განათლებას ოჯახში იღებდნენ დაქირავებული მასთან და მე შემდეგ მაშინ საფილოსოფოსო სკოლებში და სხვადასხვა და გლეხიერში გლეხებად კითხვაც არ იცოდა ამიტომ ის რაღაც გარკვეულ ასაკს მიაღწევდა შემდეგ იწყებდა განათლება მისი მგლად-კურთხევა გადაიწევდა და გაევლო 10-15 წელი განსწავლა ამიტომ არის ერთი ძველი ტრადიცია ჯულის კანონში მოცემული 8 წლის მედავითნეებზე მითითება 8 წლის რო იწყებდა მაგალითად წიგნის კითხვა ის უკვე დაახლოებით 25 წლის ასაკში წარმოიდგინე რამხელა გამოცდილებთ მან ზეპირად იცოდა წმინდა წერილი ფსალმუნებას ან სუხთისახურებაში ამიტომ მზად იყო და ეხა ადამიანი როდესაც მაგალითად 18 წლის ასაკში იწყებს სწავლას მას დაჭირდება 30 წლამდე 35 წლამდე რომ ისწავლოს მეტნაკლებად ეხა ყველა ინდივიდუალურია და მომხდარა მეხსოვრად ხელდასხმა მომხდარა ისეთი დიდი წმინდანებიც ვიცი ჩვენ ეკლესიის ისტორიაში არის გამონაკლისი შემთხვევები ისეთი რომელიც არ ქონიათ კონკრეტულად სასულიერო განათლება ერისკაცობიდან შეიძლება ერთ კვირაში გამხდარიყო ეპისკოპოსი იცით ესეთი დიდი წმინდანები ეკლესიის ისტორიაში ყოფილიყო მაგრამ სამართალმცოდნე მანამდე და იმიტომ რომში ბევრი ეპისკოპოსი ხდებოდა სამართალმცოდნეები მერე ხდებოდნენ ხოლმე ეპისკოპოსები მაგრამ ამბროსი მედიოლანელი და ბევრი და სხვა და ამიტომ შეიძლება ითქვას რომ რაღაც გამონაკლისები ძალიან ბევრია მაგრამ ტრადიციები ესე თქვა მე ისე ყალიბდება საშუალო ტრადიციები გაისწავლა თვითონ თქვა ეს მოძღვრობა მსახურება და ასე შემდეგ იცვალა თუ არა დროთა განმავლობაში ანუ ჟამთასვლის პერიოდში თქვა გარკვეული სახე ხომ არ შეიცვალა და რა ცვლილებებია რომ უთხრათ ამ შესახებ სახეს ისე იცვლის რა თქმა უნდა პრაქტიკული რა ანუ შინაარს რა თქმა უნდა ის არ იცვლის ისე როგორც ბიბლიის ტექსტი არ იცვლება წირვა რა თქმა უნდა თავი არ იცვლება მაგრამ წირვასაც ხო ემატება რაღაც გარკვეული საგალო დროთა განმავლობაში ხო საუკუნეების განმავლობაში მოციქულები როგორც წირავდნენ შეიძლება ვთქვათ რომ ის ჩვენ მოციქულთან წარმორთქმული ამ სხვადასხვა წირვები ყველა მოციქული თავისებურად წარმოთქვამდა ოდნავ განსხვავებული ფორმით მაგალითად საიდუმლო ლოცვებს წირვის დროს და ამიტომ ბევრი წირვებია ეკლესიის ბევრი წირვები გვაქვს ჩვენ დღეს ძირითადად გამოვიყენებთ იოანე ოქროპირის და ბასილიდით საქართველოს რეალობაში მაგრამ ამის გარდა კიდევ მრავალი ოდნავ და რა განსხვავებაა წირვებს შორის საიდუმლო ლოცვებია ოდნავ განსხვავებული სიტყვებია მასში აქედან გამომდინარე ის წირვებია მაგრამ წირვები თანდათან შეივსო სხვადასხვა საგალობლებით მაგალითად ღირსარსი ჩვენთვის უსაყვარლესი გალობა მე-10 საუკუნეში შედის წამსი მე-4 საუკუნე და ასე შემდეგ ასევე მღვდელმოქმედებაშიც გარკვეული აი რაც ვახსენე თანამდებობები იყო ისტორიულად რომელიც დღეს იმდენად პრაქტიკაში ნაკლებად სახე იცვალა უნდა მაგალითად იყო მეროჭიკე ესე ქართული ის არის თანამდებობა რომელიც უნდა მიმოერა ეპარქიაში არსებული მონასტრები ეკლესიები ყურადღება მიექცია იქ რამე წესრიგი ხوارი ასე შემდეგ კეთილმოწესე იყო დღეს მონასტრებში არის მე მგონი რომელიც უშუალო მოვალეობა იყო ლიტურგიის დროს მსახურების სწორედ აღსრულების თვალმიდანვე გალობლები რამდენად მოწესრიგებულად გალობდნენ და ასე შემდეგ დღეს ახლა ეს სამრევლო ტაძრებში სამრევლებში კეთილმოწესეები ნაკლებად უფრო წინამძღვარი აძლევს ხოლმე თუ რაიმე ესე შენიშნოს რომ ესე და ესე გააკეთეთ რამის ის თუ აცები პრაქტიკაში ხოლმე რომ სასულიერო პირი მოძღვარი ცეცხლის მატარებელი არისო არაერთხელ გაგუგია ხო ესეც რომ გამომარტოთ მაყურებელს თუ რას ნიშნავს რომ კი სულიერს ან სულიწმიდის მადლს გულისხმობ ჩვენ მოგეხსენებათ რომ სულიწმიდის მადლი მის დროს სულთმოფენობის დროს ისედაც ცეცხლოვანი ენის სახით გადმოვიდა და ეს სახთო ცეცხლს გულისხმობს სახთო ცეცხლი ანუ მადლია რითაც რაც აღასრულებს საიდუმლოებას ანუ პიროვნებაზე კი არ არის დამოკიდებული დღეს რომ ბევრი იტყვის რომ მღვდლის არ წავს მას ახსარებას არ ჩავხ მას არ ჩააბარებს სხვა შეიძლება თუ წამს მღვდელმოქმედება რას ნიშნავს მართლობა და ასე შემდეგ წესის რაც არ უნდა ცნეობრივად დარღვევა კონდეს მღვდელს რაც არ უნდა ცოდები კონდეს თუ ის განკვეთილი არ არის
მისით მოქმედებს რა თავად მის ღირსებაზე არ არის დამოკიდებული ღვთაელმოქმედება ის აღსრულდება თუ არა, არამედ იმ მადლზე, რომელიც მას ხელდასხმის დროს მიეცა და ეს არის საღვთო ცეცხლი, საღვთო ნათელი, საღვთო მადლი, საღვთო ენერგია, რომლის მეშვეობითაც ხდება ეკლესიაში საიდუმლოების აღსრულება, ანუ ღვთაელმოქმედება სხვადასხვა და ამას ასრულებს ღმერთი ადამიანის ხელით და არა ადამიანი. ამიტომ ადამიანის ღირსებაზე არის დამოკიდებული მისი სულიერი წინსვლა და განხრთობა და მიახლება და მისი პიროვნული მადლის მოპოვება, მაგრამ სამღვდელო მადლის მოპოვება მასზე არ არის დამოკიდებული. სამღვდელო მადლი ვისაც ხელს დაასხავი, მაინც ისევე როგორც ადამიანს რო ნათლა, ის მაინც მონათრულია, ის ნათლისღების შემდეგ სწორედ ქრისტიანულ ეკლესიურ ცხოვრებას გააგრძელებს, თუ ის ნათელღებული, ანუ მას ის სულიწმიდის ნიჭები გადავიდა, მაგრამ შემდეგში მას ხმარობა არ განავითარეს, მაგრამ გადასული ნათლისღებული მონათრული არის. ეს ამ შემთხვევაში რა მოქმედებს ადამიანის მხოლოდ რწმენა, ამ შემთხვევაში მოქმედებს ღვთის მადლი. და როცა ორივე სინერგია ხდება, მაშინ ყველაფერი უკეთესად არის, რა თქმა უნდა, ანუ პიროვნული განხრთობაც ხდება და ადამიანის, ასე ვთქვათ, მადლის მოქმედებაც. მადლობთ მამ გიორგი, უღმესი მადლობა მოგზაურობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ სტუდიის სტუმარი გახდა დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ხანთაძე.